რატომ არ მუშაობს ენერგეტიკული დაცვა? მამა აბსურდის გზავნილი 2019 წლის 3 ნოემბერი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს მე მსურს შევაჯამო ჩემი გზავნილები ენერგეტიკული სივრცის ტრანსფორმაციის შესახებ და გამოვყო მთავარი პუნქტები, რომლების შესახებაც ყოველთვის უნდა გახსოვდეთ. დავიწყოთ თქვენი საკუთარი ენერგეტიკული სივრცის გაწმენდით. რა შეიძლება გახდეს მისი დაბინძურების მიზეზი? პირველ რიგში თქვენი აზრები და ფიქრები, რომლებსაც ნეგატიური ხასიათი აქვს. ამიტომაც ყოველ ჯერზე, როდესაც იგრძნობთ, რომ ყველაფერი რიგზე არ არის, შეეცადეთ დისჰარმონიის მიზეზი იპოვოთ თქვენს თავებში. ხოლო როდესაც გამოავლენთ ამ მიზეზს, გადაითამაშეთ სიტუაცია და სთხოვეთ პატიებად თქვენს თავსა და ყველა იმ ადამიანს, რომლითაც ნეცვით უნებლიეთ, გაინაწილეთ ეს ნეგატიური ენერგიები. მეორეს მხრივ, სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენ დაგავიწყდეთ ენერგეტიკული დაცვის დაყენება, რადგანაც გჯეროდათ, რომ თქვენი ვიბრაცია იმდენად მაღალია, რომ ვერ მიიზიდავდა რაიმე დაბალი ვიბრაციის ბნელ ენერგიას. თუმცა ჩემო ძვირფასებო, თქვენ ჯერ კიდევ ცხოვრობთ მესამე განზომილების სამყაროში და ყოველდღურად თქვენს ცხოვრებაში ჩნდება განსხვავებული და მოულოდნელი სიტუაციები, რომლისთაც თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ სპონტანურად ინერციით რეაგიროთ, რადგანაც ვერ მოახერხეთ თქვენი გაუცნობიერი რეაქციის შეკავება. თუმცა თუ თქვენ იქნებით სფეროს შიგნით, რომელიც ახსნილია სამყაროს პირველ შემოქმედის ენერგიით, თქვენ იქნებით დაცულები როგორც შიგნიდან, ასევე გარედანაც. ერთი მხრივ თქვენ ნებას არ მისცემთ საკუთარ ნეგატიურ ენერგიას, რომ გამოვიდეს თქვენს გარშემო სივრცეში, ხოლო მეორე მხრივ ეს სფერო დაგიცავთ უცხო ნეგატიური ენერგიებისგან, რომ ისინი არ შემოვიდნენ თქვენს ენერგეტიკულ ველში. ეს მოხდება იმიტომ, რომ როდესაც გააცნობიერებთ თქვენ საკუთარ ნეგატიურ აზრებს და ემოციებს, თქვენ შეძლებთ მაშინვე გაანეიტრალოთ ისინი ღვთაებრივი ენერგიებით, რომლებითაც ავსებულია თქვენი დაცვითი სფერო, ხოლო უცხო ნეგატიური ენერგიები, როდესაც ვერ იპოვიან რეზონანსს თქვენს ენერგეტიკულ ველში, ვერ შეძლებენ შემოაღწიონ მის სარკისებულ კედლებში. ანუ ვერ გაარღვევენ თქვენს ნათიბ სხეულებს. მესამე მხრივ, საკმაოდ ხშირად თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, ოჯახის წევრებს ერთი სიტყვით, იმათვისაც ხშირად ურთიერთობა გაქვთ, შეაქვთ თავიანთი კორექციები თქვენს ენერგეტიკულ სივრცეში. ამასთან ერთად მნიშვნელობა არ აქვს ისინი თქვენს გვერდით არიან ფიზიკურად თუ დაშორებით, რადგანაც აზრებისა და ემოციებისთვის არ არსებობს შიშორე. რადგანაც თქვენი ახლობლები თქვენს მიერ არ აღიქმებიან უცხოებად, რომელსაც თქვენთვის ზიანის მოყენება შეუძლია, თქვენ ქვეცნობიერებულად არ იკეტებით მათგან, ამიტომაც ისინი ადვილად იჭრებიან თქვენს ენერგეტიკულ ველში. ამგვარად თქვენი დაცვა არ მუშაობს და მათი კონტროლის განჯის მღერვალების და შიშის ენერგიები აღწევენ თქვენს ენერგეტიკული დაცვის კედლებში, რაც ზეგავლენას ახდენს თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ეს ხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თქვენი ახლობლები ნათესავები არიან თქვენთან ერთ ენერგეტიკულ სივრცეში და მათსა და საკუთარ თავს შორის გამყოფი ხაზის გავლება ყველას არ გამოსდის. განსაკუთრებით რთულია, როდესაც ურთიერთობა ჭეშმარიტად კარგია და თქვენი კავშირი არა მხოლოდ ნათესაურია, არამედ სულიერი სიახლოვესაც შეიცავს. თუმცა ჩემო ძვირფასებო, ამ შემთხვევაშიც მოგიწევთ დაიცვათ ენერგეტიკული ჰიგიენა, რადგანაც ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი არის ცალკე აღებული სამყარო და მისი სულის საიდუმლოებები თქვენთვის ბოლომდე მაინც არ იქნება ცნობილი. ამიტომაც მე გირჩევთ, რომ არ უგულოებელყოთ პრაქტიკა, ოქროს მაგრატელი და გადაჭრათ ყველა ენერგეტიკული მიჯაჭვურობა, რაც დაგეხმარებათ დაიცვათ თავი ზედმეტის ბრუნვისგან თქვენი ახლობლების მხრიდან, რომლებიც თქვენთვის ზოგჯერ ენერგეტიკული ტყვეობად იქცევა. ამაზე გავჩერდებით დღეს. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომლად უყვარხართ საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გუჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენს სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.